ასევე არ მინდოდა სიმართლე რო თქვა, დიდი ხანია თავს ვიკავებ რომ რაღაც ერთ საკითხზე ველაპარაკა, მაგრამ ვთვლი რომ ეს ქადაგება საერთოდ აღარ ეხება, უბრალოდ ვფიქრობ აუცილებელია რომ ითქვას. იმიტომ რომ რაღაცა რო ფესვს გაიდგავს, ესე ვთქვათ და მოძლიერდება, მერე იმასთან ბრძოლა უფრო ძნელი ხდება ხოლმე. ამიტომ სანამ ეს მოხდება, მე მაინც მინდა რომ ვთქვა. ერიდებოდა და არ მინდოდა თქვა, იმიტომ რომ პირველ რიგში ვიზეც უნდა ვთქვა, არ არიან ის ხალხი ჩვენთვის უცხო კი არა, მეგობრებსაც ვუწოდებდით და ვუწოდებთ, ესეთი რამე არ არსებობს ქრისტიანობაში, ვუწოდებდი, მეგობარი თუ იყო, ის მეგობარია შენი ბოლომდე. შეიძლება რაღაცაში ვერ ეთანხმებოდე, ვერ იაზრებდე, შეიძლება დავაწყონდეს, მაგრამ ის მაინც უნდა გიყვარდეს და მისთვის მაინც უნდა ლოცულობდე და ისე მეგობრად უნდა თვლიდე, სიცოცხლის ბოლო ამას უთქვამდე და მე ღრმად მჯერა რომ მე ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ. ცოტა შორიდან დავიწყებ. დღეს ჩემი აზრით თანამედროვე ეკლესიას ორი დიდი გამოწვევა აქვს. ერთი ეს არის სქიზმა, ანუ განხეთქილება, ქრისტეს ეკლესიის დანაწევრების მცდელობა, ქრისტეს კვართის დახევის მცდელობა, რომელიც ჯვარცმელებმაც კი არ დაარღვიეს და მეორე, ეს არის გარყვნილება და უზნეობა, რომელიც უნდათ სამწუხაროდ ამაქვეყნის ძლიერებს, რომ კანონად და მიღებულ ცხოვრების წესად აქციონ ჩვენში. ეხლა რა შუაშია, რაზე ვლაპარაკობ, მინდა ის რო აგიხსნათ. დღეს ჩვენთან არის საქართველოში სტუმრად ჩამოსული ათონისთვის პატოპედის მონასტრის წინამძღვარი თავისი ძმებით. დადიან საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებში, ქადაგებენ, ოძღვრავენ მრევლს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პირადად ვიტყვი, რომ არცეთ მათ შეკრებაზე არ ვაპირებ დასწრებას. და არ ვაპირებ დასწრებას ამ ორი მიზეზის გამო, რაც წეღან ჩამოთვალე. პირველი, ამ მონასტერმა მიიღო, აწირინა და მათთან ერთად იმსახურა გულისხმობ განხეთქილებაში ყოფ ეკლესიას, უკრაინის, ეგრეთ წოდებულ უკრაინის ეკლესიას, რომელიც უკრაინის დასაქცევად და დასანგრევად შეაქმნევინეს კაცობრიობის მტრებმა, მათთან ერთად არაერთ გზის იმსახურეს ამ მონასტერში და მეორე, ამავე მონასტერში სულ ცოტა ხნის წინ დიდი ზარზეიმით, ამ სიტყვის არ შემეშინდება, ვიდეო ვნახეთ ჩვენი თვალით და ეს დღესაც ყველა შეუძლია ინახოს, დიდი ზარზეიმით, აი როგორც ადრე მართლმკვეთელ მეფეს დახვდებოდნენ, შემოსილები, კმევით, ბაირაღებით დახვდნენ საბერძნეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრია თუ არ მეშლება მიცოტაკისი, ესეთი გვარი აქვს. ეს არის ადამიანი, ვის დროსაც საბერძნეთში დაკანონდა ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილების აყვანა. ეს ადამიანი ამ მონასტერში და არა მარტო მაგ მონასტერში, რამოდენიმე სხვა მონასტერში დიდი ზარზეიმით მიიღეს. როგორც კიდევ ერთხელ გავმეორდები, ვინმე მართლმკვეთელი მეფე, რომელიც ზრუნავს ერის სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობას. ესე მიიღეს დიდი ზარზეიმით, დახვდნენ მას ამბორით, პატივისცემით. ამიტომ მე ვფიქრობ, სანამ ეს ადამიანები, ვინც ესეთ რამეს ჩადიან, არ შეინანებენ საკუთარ საქციელს, არ მოიხდიან ღვთის წინაშე და მართლმორწმუნე ერის წინაშე ბოდიშს თავიანთი საქციელის გამო და საჯაროდ არ აღიარებენ ამ ყველაფერს. ისე კი არა კულუარებში, რო ვიცი რა, ამიტომ და იმიტომ. არა, საჯაროდ. სანამ არ აღიარებენ, მანამდე მე ვფიქრობ, ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ არა, ჩვენ თქვენთან ამ საქმეში თანაზიარები ვერ ვიქნებით.
სხვანაირად თუ მოვიქცევით, ჩვენ ვიქნებით მათი მტრები. იმიტომ რომ ადამიანი ხედავდე რომ ძმა იღუპება, არასწორად იქცევა და შენ მასთან ისევ მეგობრობდე, თითქოს არაფერი არ მომხდარავ. ეს ნიშნავს, რომ შენ ამ კაცის ბედი არ გაღელვებ საერთოდ. საერთოდ არ გაღელვებს და არ გადარდებს, ამას რა მოუვა ეხლა? ესე არ არის. ქრისტიანები ესე არასდროს არ ყოფილა. გაგახსენებთ იოანე ნათლისმცემელს. კაცი უდაბნოში ცხოვრობდა, თანის ამოსი არ ჰქონდა. საჭმელს აი რასაც დაინახავდა ბალახს უდაბნოში იმას ჭამდა. რა საქმე ჰქონდა მას ჰეროდე მეფეს ეხლა ვინ ყავდა სახში ცოლა. მაგრამ არა. მას უყვარდა თავისი ქვეყანა, უყვარდა თავისი მეფე და ამიტომ ამბობდა რომ არ არის სწორი მეფეო შენ რომ შენი ძმის ცოლი გიზის სახში. კიდე ერთხელ გამეორდები, უდაბნოში ცხოვრობდა, უდაბნოში იყო გაზრდილი ბავშვები. შეიძლება ვინმე შეფიქრო რა გინდა ახლა არა, ნახეთ. რიგოლ ხანძთელს გაგახსენებთ. აშოთ კურაპალაც, როდესაც სახში უწესო დედაკაცი ყავდა შეყვანილი, ჯერ ამხილა, მაგრამ რო დაინახა რომ მეფე არ უჯერებდა, მივიდა და მეფის სახლიდან ძალით წამოიყვანა. აი სიყვარული რა არის. ის კი არა რომ ისე კი არ მოიქცა რომ აშოთ მეფეს ბაირაღებით დახვდა რომ რა კაი კაცი ხარო, არა, მივიდა და ცოდვის მიზეზი იმ წუთას მოაშთო იქ. ჩვენც მე ვფიქრობ რომ ესე უნდა შევაგონოთ, სიყვარულით უნდა შევაგონოთ და უნდა უთხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდებული მონასტრის დიდი წარსულის მქონე წმინდა მთის არქიმანდრიტი ხარ, მიუხედავად ამისა ძალიან დიდ შეცდომას უშვებ, რაც წოდვაში გაგდებს შენს, მონასტერსაც და ჩვენც, მორწმუნეებს. და უნდა ვთხოვოთ მას, რომ შეინანე. აღიარე შენი შეცდომები და ღმერთ შეურიგდი. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთობა ყველას გვექნება ერთმანეთთან. ისე ერთობა რანაირად შეიძლება იყოს. ვერ იქნება გამორიცხული. შეიძლება ეს ცოტა უხეშად ისმის ჩემგან, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავმეორდები. თუ მოიდგა ამან ფეხი, მერე უკვე ძნელი იქნება ამ ყველაფერთან ბრძოლა. დღეს პატივით მივიღებთ, გავჩუმდებით, თვალს დავხუჭავთ მის შეცდომებზე. ხვალ უკვე აქ გვეტყვიან, ჩვენივე მრევლი თქვენვე მეტყვით რომ კაცო, მამაო, შენ რო გვეუბნები რომ სქიზმა ცუდია, განხეთქილება ცუდია და დამღუპველია. აბა ამ კაცს გვერდზე რო იდექი მაშინ. ეს კაცი რომ მოდიოდა და ქადაგებდა, ჭკუას გვარიგებდა, რო არაფერს არ გვეუბნებოდი. ან რომ მეტყვით რომ აბა მამაო, რას ქვია კაცო, შენ ახლა დავრობა რო ცუდად იქცევა და იძახი რა, ის კაცი რო ესე იქცევა და იქ მას რატო არ იღებ? ხო მეტყვით ესე, ხო იქნება ეს. ან არ მეტყვით, მაგრამ არ დაიჯერებთ სწორ სწავლებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სიცრუე თავიდანვე უნდა ემხილოს. კიდე ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ცოტა უხეშად ისმის ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე ყოველთვის ესე ვფიქრობ, რომ მიკიბულ მოკიბულს ჯობია პირდაპირ ითქვას სათქმელი. მერე ვისაც უნდა გაიგებს, ვისაც არ უნდა არ გაიგებს. ეს უკვე ყველა ადამიანის თავისუფალი ნებაა და თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. ღმერთმა მოგცეს სიბრძნე, მხნეობა, სიმამაცე, რომ ყოველთვის სწორი გზა ავირჩიოთ და სათქმელი ყოველთვის ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაზე იოლი აყვედინებას. ყველაზე იოლი. ყველა რა უნდა ეხლა მიხვალ ტაშ დაუკრავ, გაკოცებენ, შენ აკოცებ, აუ, შენ გენაცვალე, რა კარგია და წავალ და დარჩები შენაკ და აპატიე თანხმობისთვის კრება დარჩა ხიარულიო, მერე ესე იქნება. ამაზე იოლი არაფერი არ არის. ჩვენ იოლი გზა არ უნდა ავირჩიოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიმართლის გზა, რომელზეც ჩვენი უფალი შეგვეწევა. ეს იყო ღირსი მამა გაბრიელის გზა, რომლის ხსენებაც არის დღეს. არ უშინდებოდა არასდროს მხილებას. არასდროს მამა გაბრიელი.
აი მისი ცხოვრება წაიკითხეთ. ცოცხლები არიან ის ადამიანები, ჯერ კიდევ ვინც კარგად და ძალიან ახლოს იცნობდა მას. არასდროს არაფრის არ ეშინოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მის წინაშე. რა პატივის მქონე ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო მის წინაშე. არასდროს არ უშინდებოდა. ეს არის მაგალითი თითოეული ჩვენთაგანისთვის. სიმართლე ყოველთვის უნდა დავიცვათ. ეს არის ქრისტიანის გზა. ერთმა დაგლოცოთ და გავხსნათ.